ყველა გამოდის და იცის როგორ უნდა მართოს ქვეყანა, იცის ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, იცის როგორ უნდა იყოს ქვეყანა. რა საიდან იცია კაცო? ეს ისეთი რთული საქმეა, გენაცვალე, ეს როგორ შეიძლება ეს ყველა მიცოდეს, კაცო? ვინა ვარ ჩვენ ასეთი ეს ქართველები? ყველაფერი იცის, კაცო. იმიტომ რომ დილეტანტები ვარ ჩვენ. და ცოტა რაღაცა რო ვიცით, რაღაც საქმეში ცოტა რაღაცა. ის უკვე ჩვენ ყოფნის ღრმად აღარ მინდა ჩავიხედოთ და ამით ყვაყოფილდებით და აი თქვენ გაგონილს თქვენგან რაღაც აკითხულს იმას მოვკრიბავთ ხო იცით და ჩვენად ვასახეთ და უკვე ვლაპარაკობთ. აი ამა თუ იმ საკითხის გარშემო ისე როგორც თქვა ძალიან დიდი მცოდნენი ამ საქმეს. ეს ასე არ არის სამწუხაროდ ხედავთ რომ ეს არის დილეტანტიზმი. დილეტანტი, აბა წარმოიდგინეთ თქვენ ექიმი დილეტანტი. ოპერაციას რო აკეთებს. წარმოიდგინეთ თქვენ მფრინავი დილეტანტი. და ვერ დააჯინოს თვითონ არ იცოდეს აი როგორ დააჯინოს. მართავს რაღაცა იცის ყველაფერი და ვერ დააჯინოს და მოახდინოს აღარ. აქ გვეშინია უკვე დილეტანტი. და რო ვიცით რომ დილეტანტია ჩვენ იმ ხირურგთან არ მივდივართ. ის ვიცით რომ მას თქვა არ აქვს ისე დახელოვნებული არ არის თავისათვის. იმიტომ რომ იქ ჩვენ თავისა გვეშინია რომ არ ვაძლევთ ჩვენ თავს. იმიტომ რომ სიკვდილის გვეშინია რომ მოკლავს ის კაცი. აქ უკვე შეიძლება. პოლიტიკაზე როცა ვლაპარაკობთ, ეკონომიკაზე როცა ეს, იმიტომ რომ ეს არ ხდება ისე რომ ამის გამო შენ რო სწორი არა თქვი და სწორი არჩევანი არ გააკეთე შენი აზრისა, შენ არ მოკვდები, არ წაიქცევი, არაფერი არ დაგება, თავი არ გაგიწყდება. ხო, მაგრამ უარესი ხდება, იმიტომ რომ არა ჩვენ საქმეში ვიყავთ გენაცვალე სხვის. ეს შენი საქმე არ არის. მე ხშირად მეკითხება, მე ჩემი აზრი შეიძლება თქვენთან გამოვთქვა, რაღაც თქვა, მაგრამ გამოვიდა ხალხს უთხრა, ასე კი არა, ამხანაგე ვაი ამ გზას დავადგეთო. მე არა ამ საქმეში ჩახედული ასე, რატომ უნდა უთხრა კაცო? მე აუცილებლად რაღაც შეცდომებს დავუშვებ და ეს შეცდომები მე იმუშებს ისევ ჩემ წინააღმდეგ, ისე ჩემი ხალხის წინააღმდეგ. იმიტომ რომ თქვა მე თუ ხალხს უყვარ ვარ თუ პატივს ამცემენ, ჩემთვის სიტყვასაც დაუჯერებენ. რა? მაშინ შემიძლია შევიყვანო შეცდომაში.